მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. ევროკომისიამ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს შეიძლება საერთოდ დაკარგოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, თუ საქართველოს ხელისუფლება ყველა რეკომენდაციას არ შეასრულებს. მანამდე კი ევროკავშირი დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს შეუზღუდავს უვიზოდ გადაადგილებას. საქართველოს ხელისუფლების პასუხებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი არანაირი რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებენ და პირიქით შეტევაზე გადადიან. ევროკავშირს შანტაჟში ადანაშაულებენ. მართლაც რამდენად რეალურია, რომ დავკარგოთ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა და რეალურად რა მიზანი ამოძრავებს ევროკავშირთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას. ამ და სხვა საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში და ჩვენი სტუმარი იქნება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე. მოგესალმებით, გიორგი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველი საკითხით ის დავიწყებთ არის ბუნებრივი ეს ბოლო ანგარიში, ხო, ევროკავშირი, სადაც საქართველოს საკითხიც მოხდა და საუბარი არის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე. კონკრეტულად რა წერია, რომ ავხსნათ ამ ანგარიში და რა გველოდება წინ ამ მიმართულებით. მოგესალმებით, მერაბ ტელემოყოლებას მივესალმები. კი, სამწუხაროდ აქამდეც მივედით, არადა ამაზე საუბრობდით. კარგი ხნის განმავლობაში უკვე რომ დადგებოდა მომენტი, როდესაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება გახდებოდა რეალობა. ახლა დღეს ჯერ კიდევ შესაძლებელია უვიზოდ წასვლა ევროკავშირში, მაგრამ ძალიან მალე ეს ყველაფერი დასრულდება, რა თქმა უნდა, თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც მიდის საქართველოში. რა განასხვავებს ევროკომისიის ამ დოკუმენტებს სხვა დოკუმენტებისგან, ეს არის უვიზო მიმოსვლის პირობების შესრულების შემპასებელი დოკუმენტი მერვე. ხო, სადაც უკვე შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს არღვევს უვიზო მიმოსვლის პირობებს, ჩამოთვლილია, ეს არის დემოკრატიის უკუსვა, ეს არის ადამიანის უფლებები, კორუფცია, ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა მეშვიდე ანგარიშით, ასე ვთქვათ, დადგენილი და მოთხოვნილი რეკომენდაციები და არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ წინა დოკუმენტი ითხოვდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ცვლილებების და რეფორმების გატარებას და კონკრეტული კანონების უკან წაღებას და ამ შემდეგ ამ მიმართულებით საერთოდ თუ არ ვიცი რამდენი რეკომენდაცია იყო აღარ მახსოვს რა იყო თუ არ ვწდები ნულოვანი პროგრესი არის შესაბამისად დოკუმენტი ადგენს რომ საქართველოს არღვევს უვიზო მიმოსვლის წესებს და ასევე საუბრობს ორ შესაძლო შედეგზე რომელიც დადგება ან შესაძლოა დადგეს ბუნებრივია ეს დამოკიდებული იქნება მათ შორის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზეც რომ პირველ ეტაპზე შესაძლოა უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები და სამსახურებრივი პასპორტები, ანუ ეს გადაწყვეტილება ხო თითქოს აქ ადგენს მე. მარტო განსხვავება რა არის? ანუ ეს ნიშნავს, რომ ეს არის ქართული ოცნების ელიტა და მაღალჩინოსნები და დიპლომატიური პასპორტი აქვთ მინისტრებს, მათ მოადგილეებს, პარლამენტის წევრებს, სამსახურებრივი პასპორტი აქვთ საკრებულოს წევრებს, მაგალითად მერიის თანამშრომლებს და ასე შემდეგ, იგივე დიპლომატიური პასპორტები აქვთ მოსამართლეებს, თითქმის ყველას, მოგეთ, იდეაში მაღალ თანამდებობაზე მომუშავე თითქმის ნებისმიერ დეპუტატებსაც. ხო, რა თქმა უნდა, თქვი პარლამენტის წევრებს, თითქმის ნებისმიერ პირს მაღალ თანამდებობაზე მომუშავეს, თან მით უმეტეს ხო შეეხება ეს აკრძალვა, როდესაც იქნება და ასევე ისიც უნდა ვთქვათ, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტი იმდენად გააუბრალოვეს ქართული ოცნების პირობებში, რომ რა ვიცი ხა დამაგებლებისთვის არ მიუციათ, მაგრამ საკმაოდ ქვემოთ ჩამოწიეს ის დონე რა დონეზე შესაძლებელია ამ პასპორტების ფლობა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი კოჰორტა არის მარტო ქართული. ხო, ვისაც ეს შეეხება. რა განსხვავებაა ახლა ამ გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაჩერება იმასთან, რომელიც უკვე მიიღეს
რომელიც იყო ევროპული რეკომენდაცია, რომელიც ევროპის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს აძლევდა უფლებას, რომ სურვილის შემთხვევაში მათ შეეძლოთ იგივე გაეკეთებინათ. ანუ ინდივიდუალურად შემთხვევაში, მაგალითად, თუ გერმანია გადაწყვეტდა, რომ დაესანქცირებინა რაღაც წრე პირების, მათ შეეძლო, რომ ინდივიდუალურად აეკრძალათ დიპლომატიური პასპორტების მქონეთათვის გერმანიაში შესვლა. მაგრამ ეს მათ ავტომატურად არ უკრძალავდა მაგალითად უნგრეთში ან სლოვაკეთში ან კიდე სხვა იტალიაში შესვლა. თუ ის ქვეყანა ანუ არ დაეთანხმებოდა ამ რეგულაციას. ამ შემთხვევაში ეს იქნება უკვე ბლანკეტური, ანუ მთლიანად ევროპაზე იმოქმედებს და ეროვნულ ხელისუფლებებს არ ექნებათ უფლება გამონაკლისის, რომ არ დაემორჩილონ აი ამ რეგულაციას. შესაბამისად, ის რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები აქამდე თუ დისკომფორტი ხვდებოდათ რიგ ევროკავშირის ქვეყნებში და სხვაგან შეეძლოთ შესვლა, აი მაგალითად ეხა კალაძე იტალიაში დადიოდა ხო, იქ ვიღაცები კიდე სადღაც უნგრეთში თავისუფლად აწი თუ კი ევროპული საბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ამას ისინი ვეღარ მოახერხებენ. ახლა ხო მოუწევთ ვიზების აღება, ხო ამაზე? ანუ საერთოდ ვერ წავლენ არ არის უბრალოდ ვიზები. ვერ წავლენ თუ მაშინ თუ არა ის საერთოდ ვერ წავლენ არის სანქცია, სავიზო სანქცია. თუ რომელიმე მათ შორის დაექვემდებარება სავიზო სანქციებს და სხვათა შორის დღეს არიან სავიზო სანქციებს დაქვემდებარებული მაღალჩინოსნები. მაგალითად პოლონეთი, ბალტიისპირეთის რიგის რესპუბლიკები ყავთ ასობით საქართველოს მოქალაქე სავიზო სანქციაში. მაგრამ ეს ინდივიდუალურად გინდა დიპლომატიური პასპორტი აქვს, გინდა ჩვეულებრივი პასპორტი აქვს, იმას მაინც არ შეუშვებენ. ეს არის საუბარი ადამიანზე, რომელიც საერთოდ არ არის დასანქცირებული, მუშაობს მაგალითად ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანაშემწედ, აქვს სამსახურეობრივი პასპორტი, თვითონ მიაჩნია, საერთოდ არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ მუშაობს. და სინამდვილეში მას უკვე შეეზღუდება უვიზო მოსვლა. ეხლა შემდეგი სერია. რამის თქვა ხოლმე? არა, ამ თემაზე მინდოდა, ანუ ნუ ვიზა დისკომფორტი ის იქნება, რომ მოუწევთ ვიზების რიში ჩადგმა, მაგრამ ვიზა შეიძლება მან მოგცენ ან არ მოგცენ, ხო, ეგეც საკითხი არის. ეს საერთოდ გადასაწყვეტია. ხო რა, ყველა ქვეყანა ალბათ თავისით გააძლევს, მაგრამ შეიძლება ალბათ უნგრეთმა მისცეს ხოლმე მარტივად. კი, თუმცა რადგანაც ამათ ხო, მე იქნება ანუ ვიზის აი მაგალითად რუსეთის შემთხვევაში ასე ხდება, რომ რუსეთს ვიზებს როგორც წესი რუსეთის მოქალაქეებს არ გასცემენ, მაგრამ ის ქვეყნები, რომლებიც გასცემენ, ისინი იძულებული ხდებიან, რომ მხოლოდ საკუთარ ქვეყნებით შეზღუდონ ვიზის გადაადგილების არეალი. ანუ უნგრეთის ვიზას თუ აიღებ, ვერ წახვალ სხვაგან. ვერ წახვალ სხვაგან. მხოლოდ ბუდაპეშტში ჩახვალ, ოღონდ იქიდან თუ შენ პარიზში წასვლა მოგინდება, ეხლა რა ფეხით თუ გადაიპარები, არ ვიცი, მაგრამ ტრანსპორტით ვეღარ წახვალ და ხო, თუმცა იქ ახლა საზღვრები არ არის, ხო? ხო, რა თვითონავით ვერ წახვალ, ხო. მატარებლიშიც ანუ ყოველ შემთხვევაში მანქანით წახვალ. ხო, აი რაღაცა ესეთი ცხენით ხო წახვალ. ესეთი ხო. იმიტომ რომ იქ საზღვრები კონტროლი არ არის, ხო, ევროკავშირში. არა, საზღვრებზე არ არის კონტროლი, მაგრამ ანუ ბილეთი რო იყიდო, იქ ანუ ამ შემთხვევაში ფიქსირდება შენი ვინახარ. მატარებლის იქნება ეს თუ პრინავი დოაში. ხო, მაგრამ ხო, ეგ არ არის თავარი. თავარი ის არის, რომ ანუ ეს ასე ვთქვათ, ეს იქნება ბლანკეტური შეეხება უფრო მეტ ადამიანს და რა ვიცი, სიგნალი უნდა იყოს ეს უკვე დანარჩენი ხო, მაგრამ ქართული ოცნების თორე რას ამბობთ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ვიზებზე ის რიგში ჩავდგებით რა პრობლემა. ძალიან კარგი ჩადა. ფანტასტიკო. ანუ ამის გამო უკან არ დავიხევთ. ნუ ხო, გასაგებია ხა სხვა რა უნდა თქვა, ხო? ხო, ეხლა რაც შეეხება მთელი მოსახლეობისთვის, ყველასთვის უვიზო გაუქმებას, ეს რამდენად შესაძლებელია, რამდენად სამართლიანი იქნება შენი აზრით? ხო, შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ამ ანგარიშის შემდეგ იდეაში თეორიულად შეუძლია საბჭოს ხვალ გააკეთოს. და ყველასთვის. ანუ იქ არანაირი ვალდებულება არ არის, რომ მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას საზოგადოებისა შეუწყოს. ევროკავშირმა ეს ასე ვთქვათ პრივილეგია არ არის, მაგრამ ნუ ეს ასე ვთქვათ ნუ ვისაც არ აქვს, რომელ ქვეყნებსაც არ აქვს, ვიზო იმასთან შედარებით პრივილეგია გამოდის. ხო, ანუ ხო ეს პრივილეგია არ არის, ეს არის დამსახურება. მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ ნუ იდეაში ამ დოკუმენტის საფუძველზე კიდევ ერთხელ ვამბობ, კი არის დოკუმენტი ამბობს, რომ ჯერ ჯობია რომ
დიპლომატიური და მაგრამ ანუ გავყვეთ მაგ ვერსიას, ანუ დიპლომატიურ შესაძლებელი რომ მთლიანად პირდაპირ და მთლიანად შეუზღუდონ მთელ ქვეყანას. ხო, ეგ შემდეგ ეტაპზე შეიძლება მოხდეს. ხო, იქ რა. ამ ეტაპზე შეიძლება. ახლა შეუძლია, მაგრამ ხო, თეორიულად კი არა, პრაქტიკულად როგორც ვთქვი, ჯერ დიპლომატიურ პასპორტზე. და მერე იქნება ეს როდის შეიძლება იყოს, ანუ პროცედურები როგორ არის გაწერილი და რაზე იქნება ეს დამოკიდებული. კი, ანუ პროცედურა რა არის ამის შემდეგ, რა ქვია. ევროკომისიის ანგარიში უკვე არსებობს, რომელზეც შეიძლება დაყრდნობა. ანუ ოფიციალური მიზეზი შეიძლება გახდეს ეს. ეხლა უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმი, ახალი მიღებულია და ძალაში ჯერ არ შესულა. შევა 30 დეკემბერს. ანუ 30 დეკემბრის შემდეგ ნებისმიერ დროს ან კომისიას ან საბჭოს, როცა შეიკრიბება და წელიწადში 4 ჯერ იკრიბება, ან საბჭოს დავალებით ნებისმიერ მინისტრების დონეზე მქონე საბჭოს შეუძლია ეს გააკეთოს. ამთან ამას არ ჭირდება ასე ვთქვათ 100%-იანი უმრავლესობა, კვალიფიციური უმრავლესობითაც შეიძლება მოხდეს ეს ამბავი. ამიტომ იქ უკვე იანვრიდან 2026 წლის ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს. რაც შეეხება რაზე იქნება ეს დამოკიდებული? არაფერზე აღარ არის ეს დამოკიდებული, ანუ დიპლომატიური პასპორტებთან მიმართებაში ეს მოხდება, როგორც კი და მე დაელოდებიან რაღაც ქმედებას, ხო, ხელისუფლების მხრიდან. ხო, ანუ ხელისუფლება რამეზე უგან თუ დაიხევს, ხო, ამაზე ელაპარაკე. ხო, ანუ თან კიდევ ერთხელ არის მოწოდება, რომ შეასრულოს რეკომენდაციები იმისათვის, რომ არ შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა. ანუ ერთხელ მსგავსი გაფრთხილება უკვე გაცემული აქვს ევროკავშირს, აგვისტოში მივიღეთ ასეთი გაფრთხილება, იმის შემდეგ ამ ანგარიშიც ასახულია, რომ საერთოდ არაფერი არ გაკეთებული, პირიქით გაუარესებულია. შესაბამისად, შემდეგ უკვე რამოდენიმე თვიან პერსპექტივაში შესაძლებელია, თუ კი პოლიტიკური ნება იქნება საბჭოში, შესაძლებელია შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა მთლიანად ქვეყანასთან მიმართებაში. ეს ახლა აპრილში მოხდება, ივნისში მოხდება თუ შემოდგომაზე, მე ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ ასევე იმასაც თვალი უნდა გაუსწოროთ და ევროკავშირშიც ძალიან კარგად იციან, რომ ქართული ოცნება აქ არაფრის გამკეთებელი არ არის. ანუ უკან დამხევი არ არის მათი კომენტარებიდან. ანუ აქამდე შეეძლო ქართული ოცნებას, აქამდე ეს ვითარება არ მიიყვანა, ბევრი არაფერი არ იყო ამისთვის საჭირო. მაგრამ მიზანმიმართულად ქართული ოცნებამ ეს გააკეთა, რომ ეჩვენებინა, რომ ისინი უკან არაფერზე დაიხევენ, მათ შორის უვიზო მიმოსვლის დაკარგვაზე. ანუ კიდევ ამით კიდევ ერთხელ მარტო ევროკავშირს კი არ უთხრა, რომ ფეხებზე მკიდი ხართ. საკუთარ მოსახლეობას უთხრა, რომ ფეხებზე მკიდი ხართ, იმიტომ რომ მე ჩემი ძალაუფლების, ასე ვთქვათ, ცოტა მაინც რომ რამე მოვაკალო, ჩემ ძალაუფლებას არ მიღირს იმისთვის, რომ თქვენ უვიზო მიმოსვლა შეგინარჩუნოთ. ხო, ეხლა რამდენად სამართლიანი შეიძლება იყოს ის, რაზეც საუბრობთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერდეთ უვიზო მიმოსვლა. ეს სამართლიან და უსამართლობაზე არ არის დამოკიდებული. იმიტომ რომ როდესაც საქართველოს გაუხსნეს უვიზო მიმოსვლა, რა ვიცი, მანამდე სამართლიანი იყო, რომ აქ გქონდა უვიზო მიმოსვლა. მანამდე ის ხალხი ვიყავით, რომ ანუ 2017 წელს საქართველოს დაიწყო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. 2016 წელსაც ის ხალხი ვიყავით, რაღაც 2017 წელს, ანუ 2015 წელსაც. მაგრამ 2015 წელს არ გაგვიხსნეს უვიზო მიმოსვლა, გაგვიხსნეს 2017 წელს. რატო? იმიტომ რომ იქ იყო შესასრულებელი რაღაც რეკომენდაციები, რომელსაც დრო დაჭირდა. ხო, შევასრულეთ. აი, ისე დაასრულეთ თუ შეიძლება. მე რა. ხო, ეხლა როდესაც შენ უკვე აღარ ასრულებ რეკომენდაციას და აღარ გეკუთვნის უვიზო მიმოსვლა, ხა სამართლიანია თუ სამართლოა, ეს მოხდება. ახლა მე მაგ ლოგიკით წეგან თქვი რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან პრივილეგია არ არის თქო. და სწორედაც თუ მიმოვიხედავთ სამეზობლოში, ქართველები დადიან უვიზოთ ევროკავშირში. არც სომხები არ დადიან, არც აზერბაიჯანელები, არც თურქები, არც რუსები, არც ბელარუსები, არც შუა აზიის სახელმწიფოს წარმომადგენლები. თქვენ რა გონიათ ის ხალხი ცუდი ხალხია? ან ჩვენ იმიტომ მოგწეს რომ რაღაცა მაღლები ვართ, ან ლამაზები ვართ, ან თეთრები ვართ, ან შავები? არა, ანუ საქართველოს სახელმწიფომ უკეთ შეასრულა ევრორეგულაციები, ვიდრე იმ სხვა სახელმწიფოებმა. და შესაბამისად, ახლა როდესაც ამას აღარ ვაკეთებთ და ამას გამიზნულად აკეთებს ქართული ოცნება, ახლა სამართლიანი იქნება თუ უსამართლო, ეგ არის ზონა. ქართული ოცნება ამბობს, რომ აი ეს ტექნიკური რაღაცებს რაც შეეხება, რაც შესრულებული ქონდა, მაგ მხრივ ჩვენ არაფერი არ გაგვიუარესებია, არც გაგვიფუჭებია, უბრალოდ არის აქ პოლიტიკურ საკითხზე საუბარი და
შანტაჟი არის ესო ჩვენ მიმაგუნდათო რომ ამის დაგვაშანტაჟონ. ხო, ახლა ლევან მაჭავარიანის მოსკითხულობდი ახლა აგერ ამბობს ასეთ რაღაცას რომ ბოლო საშანტაჟო აქვს დარჩენილი. ამასაც მიხვებია, მგონია რომ მაინც რაციონალურად იმოქმედებენ და არ გაგვიუქმებენ. ანუ პრაგმატულად არ აწყობთო, მაგრამ პოლიტიკურად უნდათ რომ დაგვაშანტაჟონ ამით რომ აი ქართველი ხალხი ვითომ ააბუნტონ და ასე შემდეგ და ამის გამოკეთებით თორე ტექნიკურად თუ რაც იყო დავალებები ეს შესრულებული პოლიტიკური საკითხებია მხოლოდ. ხო, ახლა ეგ ჩვეულებრივი პროპაგანდა და ამ მაგაზას პასუხი უბრალოდ არ ძღის. უბრალოდ სხვა რამის თქმა მინდა რომ აქ არ არის მხოლოდ ტექნიკურ მაჩვენებლებთან ლაპარაკი რომ მაგალითად გაზრდილია თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა და რაღაც. ეს მომენტიც დადგება სხვათა შორის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიდის სამწუხაროდ საქართველოსგან, მათ შორის იმის გამო, რა ვითარებაც არის ქვეყანაში. და ტექნიკური მიზეზების გაჩნდება ძალიან მალე, გარდა პოლიტიკური მიზეზებისა და პოლიტიკური მიზეზი რა, ლეგიტიმური მიზეზია. ანუ საქართველოს უზომიმოსლო მარტო იმიტომ კი არ გაუხსნეს, რომ რაღაცა ბიომეტრიული პასპორტები დაბეჭდა, ან რაღაც სასაზღვრო რეგულაცია შემოიღო. აქ იყო დემოკრატიის კომპონენტი, აქ იყო ადამიანის უფლებების კომპონენტი, აქ იყო რაღაცა ჩვენზე მდიდარი ქვეყნები არსებობენ, მაგრამ მათ არ აქვთ უზომიმოსლო ევროკავშირთან ტექნიკური პირობების დაკმაყოფილება იმათ უკეთესად შეუძლიათ. მაგრამ მარტო ტექნიკური საზომებით არ იზომება უზომიმოსლო გადაადგილება ევროპულ სივრცეში. ანუ შეიძლება ევროკავშირს ჰქონდეს რაღაც სამხრეთ ამერიკის რომელიღაც ქვეყანასთან რაღაცა სხვა ტიპის სავიზო ურთიერთობები, მაგრამ ევროპის კონტინენტზე ევროკავშირთან უზომიმოსლო პირველ რიგში არის დემოკრატიის ხარისხზე დამოკიდებული და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ეს როგორც კი დაიწევს დაბლა. შესაბამისად, შენ ტექნიკურ მაჩვენებლებს ამერ დააკმაყოფილებ ეს დიდად მნიშვნელოვანი აღარ არის. და მეორე ტექნიკურ საკითხებში საკმაოდ რთულად აქვს საქართველოს საქმე. ასე რომ მე თავი მაინც აი ამ რახან დოკუმენტზე ვსაუბრობდი ჯერ კიდევ. ამ დოკუმენტში თავი გზავნილი მაინც არის საქართველოს მოსახლეობისადმი. ანუ როდესაც დიპლომატიურ და სამსახურეობრივ პასპორტებს შეუჩერებენ უზომიმოსლას იქიდან მთლიანად მთელ სახელმწიფოსთან იგივეს გაკეთებამდე იქნება დარჩენილი ძალიან ცოტა დრო, 3 თვე, 6 თვე და ცვლილებები თუ არ იქნება და იგივე ხო, ამიტომ რა შანტაჟებენ რა არ შეიძლება ქართული ეცნება ამას შანტაჟად იღებს თვითონ, მაგრამ ეს გაფრთხილება ქართული საზოგადოებისთვის რომ ანუ თქვენ იმის გამო რომ კარგი ხალხი ხართ, იმის გამო არ არის უზომიმოსლა, იმის გამოა თქვენი სახელმწიფო როგორ იქცევა და თუ თქვენ სახელმწიფოს ვერ აკონტროლებთ, თუ თქვენ არ შეგიძლიათ რომ შეუცვალოთ მოქმედების გეზი იმ თავრობას, რომელიც ნახევრად ლეგიტიმურია თუ არალეგიტიმურია ევროპის გადასახედიდან, მაშინ დაკარგავთ ამ უზომიმოსლას. თორე ბრიუსელში ვინმეს ილუზია კი არა აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაიღვიძებს ერთხელ და გაიღვიძებს და ხასიათზე იქნება და სხვანაირად მოიქცევა. არა, უბრალოდ ეს არის სიგნალი ყველასთვის, რომ თუ ხალხი ვერ შეცვლის ხელისუფლებას, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება თვითონ არ ცვლის კურსს, ეს აუცილებლად გარდაულად მოხდება. და ამას ვერაფერი ვერ გააჩერებს და ამიტომ ეს მოსახლეობისთვის უნდა იყოს ასე ვთქვათ ხო და როგორ ფიქრობ მოსახლეობის რეაგირება რა იქნება აქამდე ქართველებმა მოახერხა ყველაფრის პროპაგანდით ჩახშობა და ამაზეც ექნებათ რომ რაზეც ახლა ვამბობ რომ ეს არის უსამართლობა შანტაჟი არის ჩვენ არ დავეკვემდებარებით და ანუ ხალხი ოცნებაზე კი არ გაბრაზდეს არამედ ევროკავშირზე გაბრაზდეს აქეთ მიმართულებით ექნებათ მათ კი ამისთვის უკვე დიდი ხანია ამზადებენ ნიადაგს და თუ პროპაგანდისტულ არხებს შევხედავთ დავინახავთ რომ უკვე კარგა ხანია გაგანია ანტიევროპული კამპანია მიმდინარეობს ისეთი საშინელებები ხდება თურმე ევროპაში საერთოდ რა გვინდა საერთოდ იმედზე სპეციალური გადაცემა გააკეთეს კვირაში ერთხელ გადის ევროკავშირში რაც უდი რაღაცები ხდება ამაზე კი ხო და თან ახლა რომ შევადაროთ აი ქართული პროპაგანდისტული არხები შევადაროთ რუსულ არხებს მერწმუნეთ აქ ბევრად უფრო გადააჭარბა ანტიევროპულმა რიტორიკამ ვიდრე რუსებს უკვე აღარ ჭირდება ანტიევროპული რიტორიკა და ახლა აქ პირიქით ეს განვითარებადი ამბავი ამიტომ რაღაცა ვიღაცებზე დამადარწმუნებული ვარ იმოქმედებს, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა უნდა გაიაზროს, რომ ანუ თუ გვინდა რომ შევინარჩუნოთ, მაშინ უნდა წავართოთ ივანიშვილის ძალაუფლება. მათ თუ არა და დავკარგავთ, მარტო ამას კი არ დავკარგავთ. ეს უბრალოდ ეხლა რადგან ევროკომისიამ ეს დასკვნა დადო, ამიტომ აქცენტი არის უზომიმოსლაზე და იმიტომ რომ ეს ყველა მოქალაქეს ეხება.
თორე სხვა რაღაცებსაც დავკარგავთ თავისუფალ ვაჭრობის საშუალებას, დავკარგავთ Erasmus+ და სტუდენტების გადაადგილების საშუალებას, მით უმეტეს აი ამ განათლების, აი ამ რეფორმის ფონზე. დავკარგავთ კიდე რა ვიცი სხვა იმას რა ქვია, სატრანსპორტო აი ამ ღიაცის პოლიტიკას და ბევრ რაღაცას დავკარგავთ. ასე რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მე მესმის რომ ქართველები საერთოდ ქართველების ძლიერი მხარე არ არის ანუ წინასწარ გაიაზროს რა მოხდება მომავალში და იმის მიხედვით იმოქმედოს. ანუ ქართველები მაინც უყურებენ რაღაცა უნდა მოხდეს და შემდეგ იმაზე რეაგირება უნდა მისცენ რა, რაღაცა მოხდება, არ მოეწონება და მე ანგარით გამოვა ამ რაღაც. მე რეაგირებას უფრო ველოდები, როცა ეს მოხდება იმის შემდეგ, ვიდრე მანამ სანამ ამაზე საუბარი იქნება. იმიტომ რომ საუბრით არ გამოდის რაღაცები და სხვადასხვა უიზო მიმოსვლა არ არის მე მგონი ყველაზე დიდი უბედურება რაც შეიძლება დაგვემართოს. უკვე დაგვემართა იმაზე უფრო დიდი უბედურება რაც არის უიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება. ანუ წარმოგიდგენიათ ადამიანებს უკრძალავენ პროტესტის გამოხატვას, ადამიანებს უკრძალავენ თავისუფალ გადაადგილებას. ადამიანები ასობით ადამიანი ციხეში ზის არაფრის გამო. ადამიანებს ცემენ, აგინებენ, კლავენ გადამეტებულია, ჯერარავინ არ მოუკლავთ ქუჩაში ცემით, საბედნიეროდ. მაგრამ ეს ამბები ხდება და ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს. ეხლა უიზო მიმოსვლა ამასთან შედარებით ჩემი აზრით დიდი არაფერი არ არის. ამაზე უნდა ქონდეს პირველ რიგში რეაგირება და თუ ამაზე არ გვექნება რეაგირება, აღარც უვიზო მიმოსვლაზე არ გვექნება რეაგირება, ხო? ხო, მესმის, მაგრამ აქ პროპაგანდა როგორ მუშაობს, ეხლა აი შალვა პაპაშვილის ბოლო განცხადებებს ხედავ უვიზო შეჩერების თემაზე კითხეს და ევროკავშირმა როგორც მეურვისგან მიტოვებულმა არასრულწლოვანმა რატომღაც ჩათვალა რომ ახლა უნდა იკაცოს და თავად გახდეს მსოფლიო პოლიციელი. შალვა პაპაშვილი ინკვიზიციის დროს წვავდნენ ევროპაში და თუ შუა საუკუნეების ევროპის მორალი აქვს ბრიუსელს და შუა საუკუნეების ევროპისგან მიგვაქარებენ თქვან, აბა გამოვიდეს ევროკავშირის ელჩი და ნუ აი სულ ასეთი განცხადება წინ დღეს ერთად დანიესთან დაკავშირებით თქვა გრენლანდია ქალებს სტერილიზაცია. თუ წარმოუდგენელი რაღაც. ანუ კითხვარაში მდგომარეობს და აი ამ პროპაგანდას ეხა როგორ უნდა დაუპირისპირდე ქვეყანაში, ხო რა შეიძლება ამას უპასუხო და რამდენად შეიძლება ეს ეხა რასაც ეხა შალვა პაპაშვილი ამას აკეთებს ყოველდღიურად. მარტო ის რა ქვია მათი მედია კი არ მუშაობს ამაზე. თვითონ პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის და ყოველ დღე ბრიფინგებს ატარებს რომ ევროკავშირი გალანძღოს და არც ისე რომ ისინი როგორც ბრიუსელისგან და მოსკოვს, აი მეთი მისალოდნელი არის და ბრიუსელი და მოსკოვის შორის არანაირი განსხვავება არ არის. როგორც მოსკოვს უნდა და ჩვენი დამყრობა საბჭოთა კავშირის დროს, ეხლა უნდა ესე ბრიუსელს რაღაცა, რომ იქიდან რაღაც ისინი მოდიოდეს. ბრძანებები და ჩვენ ამ ბრძანებებს ვასრულებდით, რადგან არ ვასრულებთ ბრძანებებს და სუვერენიტეტს ვიცავთ, ამიტომ ჩაგრავენ რა. არა მარტო სწორედ და ძალიან სწორი აქცენტი გააკეთე მერაბრაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც წესით და რიგით უნდა საუბრობდეს ალბათ ყველაფერზე აი ამ რაღაცეების გარდა, ეხლა გუშინ ჩემსავე გადაცემაში მქონდა ზაზა შაფთირიშვილის წერილის რაღაც ახსნა ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის და თუ როგორ ხდება აი ამ შაფთირიშვილის წერილის მე გადატარგმნა ერთგვარად message box-ში ქართული ოცნების მოლაპარაკე თავების და ყველაზე ანტიევროპული გამოკვეთილი ასე ვთქვათ ადამიანი, რომელსაც ეს როლი აქვს, რომ ევროკავშირი უნდა ლანძღოს, ეს არის ხოთაშვილის პაპუაშვილი. კი, პარლამენტის ამ ბოლო დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა ეს ამბავი და ავდექით და მოდიო ჩავსკროლე პაპუაშვილის Facebook გვერდი. ანუ შენ რაც თქვი, იმაზე უფრო მეტი ამბავი მარტო კი არ გამოდის და საუბრობს. რეალურად ანუ გრძელი პრესკონფერენცია როცა აქვს ხოლმე და ჟურნალისტები კითხვებს უსვამენ და დაახლოებით 20-25-30 წუთი ლაპარაკობს. შემდეგ სპეციალურად სამსახური დაახლოებით 3 წუთიან ვიდეოებს აკეთებს აქედან, სადაც აი ეს კვეთრად გამოხატული ანტიევროპული განცხადებები, მათ შორის შეურაცხყოფის ასე ვთქვათ ელემენტებით ელჩების მიმართებაში, ევროპელ პოლიტიკოსებთან მიმართებაში და შემდეგ, ანუ აი ამ ყველაფრის რაღაც ერთგვარ კოლაჟს აკეთებს, საკუთარ Facebook გვერდზე დებს, თითქმის ყოველ დღე და გარდა მაგისა კიდე აშეარებს იმედის იქნება თუ სხვა, ასე ვთქვათ, პროპაგანდისტული ტელევიზიების ანტიევროპულ, ასე ვთქვათ, განცხადებებს თუ ახალამებს. და რო ჩამოყვები ამ პაპუაშვილის ინტერნეტ გვერდს, ანუ შეგრძნება დაგჭირო, პარლამენტის თავმჯდომარე კი არ არის.
საკუთარ თავს პარლამენტის თავმჯდომარეს როცა უწოდებ, შენ Facebook გვერდზე პირველ რაღაც საკანონმდებლო აქტები უნდა იყოს ალბათ, ან იქ რო აი სიტყვაზე რამდენად გაიზარდა ბიუჯეტი, ან რამდენად რაღაცა შეხვედრების ანგარიში. ოფიციალური შეხვედრები ხო იქ უნდა იყოს რომ რაღაცა ბოლოს რაღაც საწარმოს გახსნა ან რაღაცა იქ ხო ეგეთი რამები უნდა იყოს რომ გადახვიდეს სხვა ანალოგიური თანამდებობის პირების ინტერნეტ გვერდებზე და ამის Facebook გვერდი არის ჩვეულებრივი ანტიევროპული პროპაგანდისტული საშუალების აი აიღო და შეადარო რომელიღაც რუსულ ან თუ გინდა ქართულ აი პოსტივის Facebook-ის ფიდი რო აიღო და პაპუაშვილის Facebook-ის ფიდი აი პაპუაშვილი უფრო ანტიევროპულია და თან მithumetes თვითონ ამატებს ხო აი ამ მასალას გარდა იმისა რომ ხებს იღებს ხო თვითონაც ყოველდღიურად ახალ მასალას ქმნის და მე ამ მასალას კიდევ ერთხელ ვამბობ აგრეთვე აპატარავებს რომ ადვილად გასაგები გახდეს ხო წარმოუდგენელი ამბავია ხო ეს როლი აქვს მორგებული და თან ვის ხო ანუ პაპუაშვილი რომელმაც 6 წელი გაატარა გერმანიაში და გერმანიელი პენსიონერების ფულით აქვს მიღებული განათლება მაგისტრის ხარისხი და დოქტორის ხარისხი საერთაშორისო იურისპრუდენციაში თუ ხო და შემდეგ მე 15 წელი კაცმა იმუშავა გერმანიის განვითარების სააგენტოში ანუ და ევროპული საქმე აკეთა ხო გერმანიის პოპულარიზაციას და ამ შემდეგ მისი ფულის მართვას შესწირა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი და სწორედ ამ ადამიანს ასე ვთქვათ ალანძღინებენ იმ ევროპას თავის ალმა მატერს თავის იმას ხო ეს აი როგორი ბიზნესეული კონცეფცია ხო სინამდვილეში რა უნდა დაუპირისპიროთ აი ამ ყველაფერს უნდა ხო იმიტომ ახლა რა როგორ მუშაობენ პროპაგანდისტულ არხებს რო გადახედა ხა იმედი რუსთავი ისეთ თემებს აშუქებენ რომელიც ახლა შეიძლება არ ვიცი სადღაც ევროპის არც ერთ ქვეყანაში დედამიწაზე 64 არ არის ხო ყველა ქვეყანას რაღაცა თავის პრობლემა აქვს უნდა მაჯორიტი ევროპულ ქვეყნებსაც და თუ სადმე რამე პრობლემა სკანდალი ატყდა რამე მოხდა რამე პრობლემა ხანთვისე წარმოაჩვენო რომ აი ევროპაში ნახეთ რა ხდება რაღაცები ხდება იქ პრობლემა ეგეთ პრობლემა ეს პრობლემა ზოგიერთ ესეთ თემებს იმაშობიან რომ არ ვიცი ახლა ამას როგორ ამონიტორინგებენ ესეც კი ანუ სამსახური ყავთ ამ ხელა შექმნილი რომ ყველა ქვეყანაში სადმე თუ რამე სკანდალი მოხდა არ გამოსჭე თუ ეს უბრალოდ ფეზ ზოგჯერ რჩება შევეცდიო რომ რუსეთის სამსახური შეიძლება უგზავნის ამ თემებს. იმიტომ რომ მარტო ამდენს ვერ გაწვდებიან. ეხლა იქ რომ მაგალითად ჩვენ ხედავთ ევროპარლამენტში რომ გამოდიან ვიღაც ტიპები, ვინც პრორუსული განწყობის არიან და ქართულ ოცნებას ყოველ დებატებზე ხარს უჭერენ. ეხლა ამას ქართველები ავალებენ თუ რუსეთი ეხმარება ქართველებს და რუსეთის გავლით აკეთებენ ის ხალხი მაგალითად. ხო ეს ხო შეკითხვა. თვითონ ოცნებამ გაჭრა არხები ამ ევროპარლამენტარებზე, ვინც პრორუსული და ხო დამთხოვა ხო არ იქნება რომ პრორუსულად განწყობილი ევროპარლამენტარი უცებ გამოდის და როცა ჩვენ გვაკრიტიკებენ ევროპარლამენტში იცავს ქართულ ოცნებას. ხო ჩვენები ავალებენ თუ რუსებთან ერთად თანამშრომლობაში კეთდება ეს აი გარკვეულ საინტერესო. ეს მაგას ანუ მე ევროპარლამენტში მუშაობი არაერთი წელი და ზუსტად ვიცი ეგეთი ლობირება როგორ ხდება. ხო ან ჯერ იმას ვთქვი რა უნდა დაუპირისპიროთ ამ ყველაფერს. ჩემი აზრით მარტივი რაღაცა სიმართლე და რაც შეიძლება მეტი მოლაპარაკე თავი უნდა გაჩნდეს რომელიც მარტივად ილაპარაკებს სიმართლეზე და პირდაპირ იტყვის მან თუ ასეთი ცუდია ევროპა მაშინ რა გვინდა რატო გარბის ეს ქართველი საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა რატო გარბის ევროკავშირში და რატო არ გარბის მაგალითად მინსკში ხო ანუ თვითონ იგივე ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, რომლებიც აძეგებენ ევროპას, რატო ცდილობენ, რომ ევროპული, ასე ვთქვათ, სტატისტიკა მოიყვანონ საკუთარი რაღაცა ქმედების გასამართლებლად. აი მაგალითად ამბობს, რომ აი ეს რაღაც ევროპული სტანდარტების ამბავი, კანონს რო იღებს, რაც არ უნდა გიჟური კანონიც იყოს. ამართლებს ამბობს, რომ აი ევროკავშირშიც ესე, აი ბრიტანეთშიც ესე არის. ხო, იმას კი არა, რუსეთში ესე არის, ან ბელარუსში ესე არის, არა. ანუ ისევ აქცენტს აკეთებს დასავლეთ რაღაცა. ანუ თან ყოველდღე ლანძღავენ ევროპასთან, თან ხალხს საკუთარ მომჩერს ეუბნებიან, რომ არა, კი, მაინც ევროკავშირისკენ მივდივართ. და მეორე ამბავი რო თუ ევროკავშირში ძალით ჯერ არავინ არ შეუთრევია. თუ არ გინდათ ეს ევროკავშირის წევრი, თქვით თუ არ გინდა. და დამთავრდება ხა იმ ხალხს ამას არ ამბობენ. ხო, შემიძლია ეხალისება. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხა ეს ჯერ ერთი რომ მართლა კონსტიტუციის საწინააღმდეგოა,
და მეორე რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მაინც იცის. ხო, ბოლო კვლევა გამიკვირდა, მე მგონა უფრო დაბალი იქნებოდა ამ პროპაგანდის შედეგად, მაგრამ ეხლა გუშინ გამოქვეყნდა კვლევა, გამოკითხვა, სადაც ისევ 75% უჭერს ხალხს ევროკავშირს. ვფიქრობ, რომ ერთწლიანი ასეთი ინტენსიური პროპაგანდით უფრო დაბალი იქნებოდა ეს მათი. კი, სხვადასხვა მეც მქონდა მაგის მოლოდინი, რომ ეს პროპაგანდა უფრო იმუშავებდა, მაგრამ თან ჩვენც ასე ვთქვათ, ინფორმაციას ნაწილობრივ მაინც სოციალური ქსელებიდან ვიღებთ და იქ ჩვენ სწორად ვერ ხედავთ, რა ქვია, ანუ მართლა რამდენი უჯერ მხარს, რამდენი არა. ხო, მაგრამ ჩვეულებრივ გამოკითხვა ჩატარდა როგორც ნახე. და ამიტომ მაგას ვამბობ რა, ანუ სოციალურ ქსელებში თითქოს ისე ჩანს, რომ რაღაც უზარმაზარი არმია ადამიანების, რომელიც ევროკავშირს ლანძღავს, მაგრამ სინამდვილეში, როცა ჩვეულებრივად ეხლა მაგალითად გააჩერებ ვინმეს რაღაც პროფესორი იქნება ტაქსის მძღოლი თუ დამლაგებელი თუ მებაღე და რაღაცას კითხავ, იქიდან საქართველოს მაინც ჭაკეტილი ქვეყანა ხო არ არის, დიდი ხანია უკვე გახსნილი ქვეყანა. შესაბამისად, ადამიანებმა ზუსტად იციან, რომ კარგი სად არის და ცუდი სად არის. ხო, შეიძლება ეს იმის ბრალია, რომ ჯერ არ უთქვამს ქართულოცებას ღიად, რომ არ მინდა ევროკავშირი. ამაზე თუ გადავიდა ამ ნაბიჯზე ღიად, რომ არ გვინდა ევროკავშირის კონსტიტუციიდან ამოსაღებია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შეიძლება მისი მომხრეები ვინც არიან, იქ ისინი გადავიდნენ ამ ჭკუაზე. ხო, ქართულოცების ხარდამჭერები. მართალი გითხრა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგ ჩემი აზრით ეს პროპაგანდა სწორედ იმიტომ მიმდინარეობს, რომ მაგისთვის ამზადებენ ნიადაგს. იმიტომ რომ ცალკე აღებული მაშინ რა არის აზრი ამდენი ამ ხელა რესურსის ამაში ჩადების, ხო? ხო, რომ ყოველდღიურად ლანძღო ევროკავშირი. ხა, ჭყალებს იმ ხელა კაცის ამაზე მოსაცდენად, როგორც ბატონი პაპუაშვილია, ხო? კაცი, ანუ პარლამენტის თავმჯდომარე კაცი ცდება. ტროლივით ცდება იმაზე, რომ ვიღაცებს დაუმტკიცოს, რომ თურმე რა საშინელებაა ევროკავშირში, როგორც ცუდად ექცევიან. ბავშვებს, ქალებს თურმე რაღაცა დანიის მთავრობამ როგორ გაუკეთა სტერილიზაცია გრენლანდიელ ქალებს, იქ რაღაცა კიდე სხვა რამე. აი მე არ ვიცი, შეიძლება აჩვენეთ. ერთ-ერთი ის აქვს, რა ქვია, გაშიარებული აქვს რაღაცა შარჟი, სადაც არის რომ რაღაც მიწარი ამოთხრილი და ევროკავშირს დებენ კუბოში თუ რაღაც ეგეთი ის არის და პაპუაშოს თავის Facebook გვერდზე აქვს გაშიარებული ეს და ნუ ინგლისურად აწერია უფსკრული. ნუ წარმოუდგენელი ამბავი. ეს ამ ხელა პარლამენტის თავმჯდომარე კაცი ცდება ამაზე. ხო, ანუ მისი სამსახური ამშვილობა. ისა ბოდიში მე იმას ვპასუხებ თუ შეიძლება ევროპარლამენტში ესენი თვითონ ახერხებენ ამას თუ რუსებთან ერთად აკეთებენ. ორივე რამ შეიძლება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კოორდინირებული ქმედება უფრო იქნება, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთი ვერ არის ისე წარმოდგენილი ბრიუსელში, როგორც ადრე იყო, ადრე, როდესაც მე ვმუშაობდი, რუსეთის ელჩი ვინც იყო მაშინ, შეიძლება იგივეა ეხაც. ესე იგი, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადამიანი და სამსახური იყო, ვინც პარლამენტში მუშაობდა. მაშინ ლობირების კონტექსტში. დასავლური ქვეყნები იმდენად ევროპარლამენტში არავინ არ ლობირებდა, არც სამხრეთ ამერიკას, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ძალიან აქტიურად ლობირებდა ევროპარლამენტში, ეს იყო რუსეთი. და შესაბამისად რუსეთს ყავდა ეს ულტრამემარჯვენე პარტიები, რომლებიც ევროპარლამენტში არიან ბუნებრივად წარმოდგენილი და რომლებიც თავისი არსით ანტიევროპულები არიან, სწორედ ან ნაწილობრივ რუსული ფულით ფინანსდებოდნენ და ნაწილობრივ რაღაცა საჩუქრებით და იმით და ამით, იმიტომ რომ ამაზე არაერთი გამოძიება ჩატარდა შემდეგ. ასე რომ რუსეთის გამოყენებით შეიძლება ეს უფრო ადვილად მომხდარიყო, თუ არა ისედაც მარტივი არის სინამდვილეში, ანუ რომ ისა ევროპარლამენტის ინტერნეტ გვერდზე რო შეხვალ, იქ ფრაქციების მიხედვით არის დალაგებული ეს პარტიები. და შესაბამისად, ეხლა ულტრამემარჯვენე ფრაქციებში ან ფრაქციების მიღმა თუ პარტიები არიან, იმათ იქ დიდი საქმე არ აქვს. შესაბამისად, ისინი ელოდებიან სწორედ აი საქართველოსნაირ, აზერბაიჯანისნაირ, იქ რაღაც სხვა ეგეთი ავტორიტარული სახელმწიფოსნაირ იმას რა ქვია, კონტაქტს, საიდანაც ისინი რაღაც სარგებლოს მიიღებენ. შესაბამისად, ის ადამიანები რაღაცა სასაცილოდ რო გამოიყურებიან, ის ვიღაც ირლანდიელი ქალი, რომელსაც ირლანდიაში წესერად არავინ არ იცნობს, ან ის მეორე კაცი ირლანდიელი მაისურით რო იჯდა ხოლმე იქ პარლამენტში, ეს ხალხი სწორედ არის ის ადამიანები, რომლებიც ანუ მემარჯვენე ფაშისტურ ულტრა რაღაცა პარტიებს მიეკუთვნებიან და მათთან ესეთი კონტაქტი ადვილია. მაგრამ მე მინდა რომ ტელემაყურებელმა იცოდეს, რომ ევროპარლამენტში არის 750-ზე მეტი პარლამენტის წევრი რა და
ძირითადი გადაწყვეტილებები მიიღება მსხვილი პარტიების მხრიდან. იქ ხა 1, 2, 20, 30 ცალკე აღებული პარლამენტის წევრი მე გავხმობთ მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ შემდეგ მე ეს ადამიანები რაღაცა მოჭრან და ტელეკომპანია იმედით აჩვენონ საკუთარ მაყურებელს რომ ეხლა მაგალითად გუშინ იყო ევროპარლამენტში იყო დებატები ესეთი ასე ვთქვათ მწვავე და ესეთი მძიმე დებატი მე საერთოდ არ მახსოვს საქართველოსთან მიმართებაში. ოღონდ იმედზე რომ გადართავ როგორ არის იცი რომ ანუ აი სამმაგაა κρიტიკა საქართველოს და ორმა მხარი დაუჭირა. ანუ ვიღაცები აკრიტიკებენ საქართველოსთან, ვიღაცები მხარს უჭერენ და პირიქით იგივე აკრიტიკებენ. ანუ ეს სინამდვილეში ეს არ არის რეალური სურათი. ხო, მაგრამ საბოლოოდ შენომიჩკე რომ წავიდეთ, ანუ დღეს რა სიტუაცია გვაქვს ჩვენ? აი ეს რაღაცა ცივილიზაციური არჩევანი როგორც გქონდა ევროპამ გასაგებია, ხო? და ესე რჩება, მაგრამ ამ ცდელობით, ქართული ოცნების ცდელობით იქნება რუსეთის მუქარებით და ასე შემდეგ. შეიძლება თუ არა, უბრალოდ ერთ დღეს აღმოჩნდეთ იმ რეალობის წინაშე, რომ ეს ევროკავშირის ოცნება ჩვენთვის დასრულებულია. ხო, ახლა უყურე ოცნება ჩვენ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ევროკავშირზე ოცნება კი აღარ იყო. ეს იყო ევროკავშირის კართან მისვლა, ამ კარის გაღება და სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენ გვქონდა შანსი, რომ ევროკავშირის წევრები გავხდარიყავით. ეხლა არის 2025 წელი სრულდება, ანუ აგერ თქვენ 2008-2009 წელს კონკრეტული ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. 2028-ში დამთავრდება ეს გაფართოება და 2030 წლამდე ჩემი გათვლით მინიმუმ 4-5 სახელმწიფო მაინც გახდება ევროკავშირის წევრი. 30-ში ჩვენც ვიქნებით სადაც ოცნება იახეს. ხო, ხარანაირად იქნება ბზად კი არა და ისეთი რაღაცები ხდება, რომ უვიზო მიმოსვლა კარგა რა ევროკავშირის წევრობა. უვიზო მიმოსვლა და ევროკავშირის წევრობა რო შევადაროთ, ანუ იმას დავამთავრებ და ანუ ეს ჩვენს წინ არის ეს ოცნება კი არ არის, ეს არის რეალობა ახლა. აი როგორც მე ვხედავ იმ კამერას და იმ რაღაცა კაფეს ატრიბუტებს, ისე არის ევროკავშირიც ახლა ჩვენ. ხდა კი სამწუხაროდ ქართული ოცნება აკეთებს იმას, რომ ევროკავშირი კვლავ შეიძლება გახდეს ოცნება, როგორც იყო 20 წლის წინ საქართველოსთვის, თუ კი საქართველო გამოტოვებს აი ამ გაფართო გამონჯარეს. ამაზე ბევრჯერ მისაუბრია, რომ დიდი გაფართოება ევროკავშირში ხდება დიდი კატაკლიზმების შედეგად. საბჭოთა კავშირი დაინგრა და 2004 წელს მე მოხდა 15 წლის შემდეგ დიდი გაფართოება. აგერ ბატონო ეხლა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და მეორე დიდი უზარმაზარი კატაკლიზმაა და 2030 წელს უხეშად იქნება კიდე დიდი ერთი გაფართოება. მესამე დიდი გაფართოება ვეღარ იქნება, იმიტომ რომ ევროპა ამოიწურა, ხო, აღარ არის მეტი ქვეყანა და დიდი გაფართოება არ იქნება, თუ იქნება პატარა გაფართოება იქნება. პატარა გაფართოება բոլოთ რთულია ვიდრე დიდი გაფართოება. მაგრამ ეხლა როგორ შეიძლება რომ ხო არ შეიძლება რომ სკოლა დაამთავრო და ეგრევე დოქტორის ხარისხი მოგცე. უნდა გაიარო, იქ ხო რაღაც ჯერ ბაკალავრის ხარისხი უნდა მიაღწიო 4 წლიანი სწავლებით, ეხლა უკვე 3 წლიანით, მერე მაგისტრის ხარისხს, მერე კიდე 3 წელი დოქტორ. ესე არის ევროკავშირის ამბავიც რა, რომ დაახლოებით 10 წელი უნდა გაიარო სადღაც ისწავლო და ეხლა კობახიძეს უნდა რომ ეხლა ისეთ ექსტერნად დაამთავრო და ხო რა ზევიდან გვიყურებენო და რაღაც იმას საშვებო. ეგრე არ ხდება. გამოცდებს ვიწყობენ რა. მეორე საკითხი არის კიდე, ანუ უვიზო მიმოსვლა და ევროკავშირის წევრობა. ევროკავშირის წევრობა არის ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საკითხი, ვიდრე უვიზო მიმოსვლა. უვიზო მიმოსვლა არის დაახლოებით რომ სტუმარს რო კარს უღებ. აი მე რა შეიძლება მოვიდეს ვიღაცა და სტუმარია შენი და მიიღებ. და იმის დამხევით ხა ერთხელ ორჯერ მოვა როგორ მოიქცევა რაღაცა და თუ დაინახავ რომ ისე არ იქცევა როგორც შენ სახლს შეეფერება, მე აღარ მიიღებ ამას სტუმრად. და შესაბამისად ოღონდ ევროკავშირის წევრობა არის უკვე ოჯახის წევრობა. ანუ ის სტუმრად კი აღარ მოდის ეს საქართველო და უბრალოდ სტუმარს კი არ უღებ კარს. როგორც ოჯახის წევრი ისე შეყავს და ის ხდება შენი ოჯახის მუდმივი წევრი. ეხლა უყურე, ადამიანი რომელსაც როგორც სტუმარს კარს ჩაუკეტო, იმას ოჯახის წევრად ხო მით უმეტეს არ მიიღებ. და ესე არის, შენ თუ უვიზო მიმოსვლას ჩაგიკეტავენ, ეგ ნიშნავს, რომ შენ გეუბნებიან, რომ შენ აღარ ახარ სასურველი სტუმარი და
მით უმეტეს ოჯახის წევრი ვერ გახდები, როცა სასურველი სტუმარი არ ახარ. აქამდე საქართველოს იყო სასურველი სტუმარი. ანუ კარი გაუღეს, მიიპატიჟეს, აჩვენეს, რაღაც უფლებები მიცეს და მისცეს საშუალება რომ ოჯახის წევრი გამხდარიყო და ეხლა შენ იქცევ ისე რომ სასურველი სტუმარიც ვეღარ იქნები მალე. ხო, არა, ქართულ ოცნებას როგორც ჩანს იმედი აქვს რომ ეს ომი თუ დასრულდება უკრაინის და რუსეთის ომი, მერე ეს ზეწოლა ჩვენზე რაღაცა შემცირდება და ასეთი რაღაც ისინი აღარ იქნება და დავლაგდებით ევროკავშირთან დავლაგდებით რა. ევროკავშირის კარი იმიტომ გაიხსნა სწორედ რომ რუსეთი დაესხა უკრაინას თავს. ეს ომი რომ არა საქართველოს დღეს იქნებოდა ისევ ასოცირების ურთიერთობის მდგომარეობაში. ანუ კანდიდატ ქვეყანა კი არ იქნებოდა. შესაბამისად, ომი როდესაც დამთავრდება, ევროკავშირის გაფართოებაც დამთავრდება რაღაც თვალსაზრისით. როგორც გითხარით, ანუ ევროკავშირის გაფართოებას განაპირობებს გეოპოლიტიკური რეალობა მათ შორის. და თუ დაიხურება ეს გეოპოლიტიკური თავი წიგნის ევროგაფართოების ეგ თავიც დაიხურება და შესაბამისად ურთიერთობა შეიძლება რაღაცა გქონდეს ივაჭრო ან რაღაცა, მაგრამ წევრობაზე არ იქნება ლაპარაკი. მოდა ასე დავსვათ ბაშენ, ქართული ოცნების პირობებში არის შანსი რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი? არა. მოკლე და მწარე პასუხია. ნული შანსია რა. როგორც რა ვიცი, აი უფრო მეტი შანსია რომ აკლები გაძვრეს ნემსის ხუნცში, ვიდრე ივანიშვილის პირობებში საქართველოს შევიდეს ევროკავშირში. გასაგებია პასუხი და მაშინ შეიძლება რომ ქართულმა ხალხმა ეს ყველაფერი უბრალოდ დაიკიდოს რა, აღარ იყოს მისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ევროკავშირი, იმიტომ რომ ნახეთ ეხლა შარშან რა მძაფრი რეაქცია ჰქონდათ, ხო? კობახეთის განცხადებაზე 100,000 ადამიანი გამოვარდა, ხო? წელს უკვე კიდევ უფრო კატასტროფული ვითარება ვარ, შეიძლება უბიძოც კი გაგვიუქმონ და გერმანიის ელჩი ამბობდა, რომ საერთოდ კაიაკალასი გვეუბნება, რომ თქვენი დახურული, მან თქვა, რომ ფაილი დახურულია, კაიაკალასი გვეუბნება, რომ ფარატნა ქაღალდი გახდა, მაგრამ უკვე აღარ აქვს ხალხს ასეთი რეაქცია, ანუ ისეთი როგორც შეჩახმოდა. თითქოს მე მეჩვენება, რომ ხალხით შეეგუა უკვე ამას, რომ არ იქნება ეს ევროკავშირი. იცი რა, ძნელია რა ამის თქმა. წინასწარ ესე ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ 80-იანი წლების დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 80-იანი წლების ბოლოში მთელი საქართველოს ქუჩებში იქნებოდა და საბჭოთა კავშირი დაემხობოდა და ასე შემდეგ. ბევრი რამე წარმოუდგენელი იყო შეიძლება შევარდნაძის პერიოდშიც, შეიძლება ეგეთი ნოსტალგია არა, ნიჰილიზმის იმედგაცრუების ესეთი შეგრძნება, მაგრამ ეგ შეიძლება ერთ დღეში შეიცვალოს, ერთ წუთში შეიცვალოს, ერთი რაღაცა პატარა აფეთქება მოხდეს რამაც სამოსის მიყვება, იმიტომ რომ ის არ იცვლება და სტატისტიკას რო დაუბრუნდეთ, რომ 75% საქართველოს მოსახლეობისა ხედავს, რომ ევროკავშირის წევრობა მნიშვნელოვანია და უფრო კარგია. შესაბამისად, კი მე მესმის, რომ ხელისუფლება ცდილობს, რომ მაქსიმალურად რეპრესიებით დააშინოს ადამიანები და იმედენად შეაშინოს, რომ იმან აღარ იფიქროს კარგი რა არის, მხოლოდ თავის გადარჩენაზე იფიქროს, მაგრამ სადამდე ეყოფა რესურსი ივანიშვილს, ესეც საკითხავია, ხო? რაღაც მომენტში თან ერთმა ჩემმა კარგმა მეგობარმა მითხრა ესეთი რაღაცა, რომ არსებობს ესეთი margin of failure ინგლისურად. ქართულად არის შეცდომის დაშვების უფლება. და ჩვენ გვაქვს ბევრი შეცდომის დაშვების უფლება. ქართულ ოცნებას არ აქვს ბევრი შეცდომის დაშვების უფლება, იმიტომ რომ ნებისმიერი შეცდომა შეიძლება დაუჯდეს ძალაუფლებად. შესაბამისად, ჩვენ ბევრი რაღაც ბევრჯერ შევეცდებით, არ გამოგვივა, ხან ისა, ხან ბევრი ხალხი მოვა, ხან ცოტა ხალხი მოვა, ხან კარგად, ხან ვერ გავერთიანდებით, ხან გავერთიანდებით. ქართულ ოცნებას შეიძლება დაუშვეს ერთი შეცდომა და იქ დამთავრდეს ყველაფერი. შესაბამისად, არ ვიცი, რასაც ამბობ ლოგიკა არის მაგაში, რომ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ იმედი და თქვა, ანუ ხელი ჩაიქნიონ, რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის წევრი გავხდებით თუ არ გავხდებით, თავარია რაღაც ბავშვს რამე ვაჭამო, ეგ ამბავი. მაგრამ მეორეს მხრივ, როგორც წეგან თქვი, ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრჯერ ვცადოთ და 101-ჯერ გამოგვივიდეს. და ქართული ოცნება შეიძლება ერთხელ ფეხი გადაუბრუნდეს და აი იმ ერთი ფეხის გადაბრუნების გამო დაემხოს ყველაფერი. ამიტომ ნახოთ, როგორ გამითარდება მოვლენა. მადლობა დიდი გადაცემაში.